ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ყოფილი პარტნიორი სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს. რუსული მედიის ცნობით ის ქალს, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს, თავს ნაჯახიდან ჩაქუჩით დაესხა და ორივე ფეხი მოტეხა. პოლიციაში ბავშვის ძიძამ დარეკა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბიზნესმენი სახლში აღარ დახვდათ. ქალს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია მოტეხილობებისა და სისხლის დაკარგვის გამო. მსხვერპლმა ინსტაგრამზე თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის დასისხლიანებული ჩანს. ქალი ხუბუტიას ადანაშაულებს, რომ დაშორების შემდეგ ემუქრებოდა ბავშვის და ქონების წართმევით და ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკაში იძულებით გადაყვანით. ხუბუტია რუსეთის მოქალაქეა, პუტინისტი ბიზნესმენი, წარსულში რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი იყო. Сбил меня. Я вся в крови. Миша, Михаил Хубутия, он меня избил. Он пришел с топором и избил меня. Руки все в грязности, ноги побиты.